დღეს დილით 6 საათზე ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის უშანგი ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლი სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პროპორციული სიის პირველი ნომერი და თხილნარის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. მისი განცხადებით, პოლიციელები ადგილზე ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ, თუმცა მხოლოდ ლიცენზირებული სანადირო თოფი ამოიღეს. დღესვე უშანგი ცეცხლაძე დაკითხვაზეც იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლაძის სახლში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. უწყების პრეს-ცენტრში განმარტავენ, რომ არსებული ინფორმაციით კანდიდატი გაუფორმებელ იარაღს ინახავდა, რაც გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა. მომხდარზე ლეიბორისტული პარტიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა დავით რობაქიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა. ფაქტის დროულად გამოძიებისთვის იგი უწყებათა შორის კომისიას მიმართავს. მისი თქმით, უშანგი ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლი უშუალოდ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის დავალებით გაჩხრიკეს. ეძებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, ანუ მაგინმა განმიმარტეს, რომ შენ გაქო ბარაბნიანი პისტოლეტიო, რაც მე საერთოდ არ გამაჩნია. ჩხრეკა ჩაატარენ მთლიანად ოჯახში, არ დაუტოვებიათ არც ერთი კუთხე კუნჭული შემოწმებელი. მე იყო ტაბიძის განყოფილება. მე ამას ვაფასებ, როგორც პოლიტიკური ზეწოლის მეშვეობით არის განხორციელებული. არავითარი ნება, არავითარი საბუთი, არავითარი რამე წარმოდგენილი, ჯერ შემოვიდნენ დილით 6 საათზე ეზოში დაათვალიერეს, მანქანა ყველაფერი ნახეს, არავითარი რამე არ არისო. მოვიდნენ მერე სახლში, დილა 7 იყო გამეღვიძა, უკვე გამოტანილი ჰქონდათ ნივთები, რაც წაღებულია. როზე ბავშვი ააყენე ლოგინიდან მომით. უთხრა ძინავს მეთქი, ხომ იმდენი უფლება მოგეცით, რომ შეგიშვით და ბარგი გადმოყარეთ, რაც არის მეთქი და არა გაიყვანე ბავშვი, მტირალე ავიყვანე და დავაწვინე მეორე ოთახში. მოვუწოდებთ წულუკიანის უწყებას და ასევე უწყებათა შორის კომისიას გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და აჭარის სამმართველოს უფროს ბატონ თამაზაშვილის მიმართ იქნას პასუხისმგებლობის საკითხი დასმული იმისათვის, რომ ამას არ მიეცეს შემდეგ გაგრძელება. მე დარწმუნებული ვარ, რომ თამაზაშვილის დავალებით იყო შინაგან საქმეთა სამმართველო გამოსული ერთ-ერთი განყოფილება გამოსული ამ საქმეზე. და აქ უბედურება იმაშია, რომ ხელვაჩაურის გამგეობა უნდა მისულიყო და ხელვაჩაურის გამგეობის ნაცვლად ბათუმის პოლიციის სამმართველოდან გაიგზავნა ხალხი.